სინდისის 8 პატიმრის სასამართლო პროცესი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება. დღეს პროცესზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი მიიყვანეს. ასევე მთაწმინდის გამგეობის ინფრასტრუქტურული განვითარების განყოფილების უფროსი მიხეილ ლეჟავა. მისი სამსახური დაზიანებული სკამების გამო ოცნების გამოძიებამ დაზარალებულად ცნო. რა ხდება სასამართლო პროცესზე, ნუცა ბახუტაშვილი გვერდდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. ამ წუთებშიც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. უკვე დაიკითხა მიხეილ ლეჟავა, რომელიც არის მთაწმინდის გამგეობის ინფრასტრუქტურული განვითარების განყოფილების უფროსი. ამ ადამიანმა სასამართლოს დღეს მიაწოდა ინფორმაცია აქციების მიმდინარეობისას დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ, კერძოდ სკამების შესახებ, თუმცა ადვოკატებს ჰქონდათ კითხვები, თუ როდის აღწერეს ზარალი, რა რაოდენობაში შეადგენდა ზიანი, თუმცა მოწმის პასუხები არც თუ ისე მკაფიო იყო. მან თქვა, რომ საკუთარი თვალით არ უნახავს არც დაზარალებული ნივთები და მეტიც არ არსებობს დაზიანებული ნივთების ნივთმტკიცებების ამსახველი ვიდეო ან ფოტომასალა და თბილსერვის ჯგუფმა დასუფთავების სამსახურმა გადაყარა ის ნარჩენები, რომლებიც წესით საქმეში მტკიცებულებად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი და არ დაინტერესდა საგამოძიებო ორგანო ამ ნივთმტკიცებით. რაც შეეხება შემდგომ მოწმეს, ამ წუთებში იკითხება ლაშა გელაშვილი, გედედეს თანამშრომელი, რომელმაც 11 პირის საქმესთან დაკავშირებით გუშინ მისცა ჩვენება სასამართლოში. დღეს იგივე მოწმე იკითხება 8 პირის საქმეზეც. ამ ეტაპზე რაც თქვა, მოწმემ იყო გუშინდელი ჩვენების იდენტური, რომ მან მიიღო დაზიანება 30 ნოემბერს პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე, მიიღო დაზიანება ფეხის არეში. კონკრეტული ბრალდებული სინდისის პატიმარი არც მას დაუნახავს და არ იცის, რომელმა დააზიანა, თუმცა როგორც გუშინაც ამბობდა, დღესაც დააფიქსირა სხდომაზე, რომ პრეტენზია იმ ადამიანთან, რომელმაც დააზიანა ის და მისი კოლეგები, თანამშრომლები აუცილებლად ექნება. ადვოკატების შეფასებით ამ დრომდე დაკითხულმა ვერც ერთმა მოწმემ ვერ ამოიცნო სინდისის პატიმრებისგან ვერც ერთი და ვერ დაადასტურა, რომ მათი დაზიანებები შესაძლო იყო, რომ სწორედ ბრალდებულებს მიეყენებინათ. ყოველ დაკითხვაზე ვერ დგინდება და ვერც ერთი გედედეს თანამშრომელი თუ სხვა პოლიციის თანამშრომელი ვერ ადასტურებს და ვერ ამბობს, რომ რომელიმე დაკავებულმა და ბრალდებულმა მას მიეყენა რაიმე დაზიანება. სასამართლო პროცესზე ყოველდღე წმუნდებით დაცვის მხარე, რომ ისინი აძლევენ არასწორ და არასრულ ინფორმაციას, რომელიც საერთოდ შემხებლობაში არ არის საქმესთან. პროკურატურა, რომელიც ედავება ორგანიზებული დანაშაულის ხელმძღვანელობას და დაგეგმავს ეფხია კასრაძეს და მასში მონაწილეობას სხვა ბრალდებულებს, პროკურატურა ვალდებულია, რომ ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც იქნება გამოკვლეული სასამართლოში, უშუალოდ კონკრეტულად იყოს კავშირში და ადასტურებდეს ბრალდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებას, რომელიც იქნება დადასტურებული, რომ სწორედ ამ ქმედებამ გამოიწვია, ეს იქნება პოლიციის დაზიანება, მაგალითად, ან თუ სხვა ინფრასტრუქტურის დაზიანება. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ლაშა გელაშვილის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ დარბაზში. მას შეკითხვებს ამ წუთებში ადვოკატები უსვამენ, დიდი ალბათობით, როგორც გუშინდელ სხდომაზე ბრალდებულებს სინდისის პატიმრებს დღესაც ექნებათ მოწმესთან კითხვები. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, წარადგენს თუ არა ამ კონკრეტული გედედეს თანამშრომლის გარდა სხვა მოწმესაც ბრალდების მხარე. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს საკმაოდ დაჩქარებულად. ადვოკატები ამბობენ, რომ ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სექტემბრამდე საპატიმრო ვადის ამოწურვამდე მოსამართლეებმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება ისე მოასწრონ, რომ საპატიმროდან არ მოუწიოს გათავისუფლება სინდისის პატიმრების.